მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღევანდელი გადაცემის ციტატა ასე ჟღერს. პირადად ჩემთვის ყველაზე ტკბილი ის იყო, როცა ჩემი შეცდომა მეძვირფასა. ამ ციტატის ავტორია რუსტამ გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი. სანამ ძირითად სათქმელს გავაგრძელებ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა. შეგახსენებთ, რომ ახალ არხს 1000 ხელმომწერი სჭირდება იმისთვის, რომ YouTube-მა პირდაპირ რეჟიმში, ცოცხალ რეჟიმში ურთიერთობის საშუალება მოგვცეს და ჩემი მიზანიც ამ ეტაპზე ეს არის. ასე რომ ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ახლა როცა ამ ვიდეოს ვწერ, არხს ყავს 110 გამომწერი და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უკვე გამოიწერეთ არხი, ან ვინც აპირებთ, რომ შემდეგში გამოიწეროთ. როგორც ხვდებით, დღევანდელი გადაცემის თემა არის შეცდომა და ეს თემა შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ ამირჩევია, იმიტომ რომ ცხოვრების გაკვეთილები მხოლოდ წარმატებებისგან არ შედგება. პირიქით, ის რასაც ვიმახსოვრებთ და შემდეგ ვიყენებთ როგორც გამოცდილებას, ალბათ თანაბრად შედგება როგორც წარმატებისგან, ისე შეცდომებისგან. როცა სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ვასწავლიდი, ჩემი პროფესიის ყველაზე რუტინული ნაწილი იყო მოსწავლეების საშინაო დავალებების როლების გასწორება ყოველდღიურ რეჟიმში და ამას იმდენად ისტორიულად ვაკეთებდი, რომ ცხოვრებისთვის დრო ფაქტობრივად აღარ მრჩებოდა. სკოლიდან რო წამოვედი, კიდევ ბევრი წელი გავიდა, სანამ სერიოზულად დავფიქრდებოდი, რატომ ვაკეთებდი ამას. შედეგი რა იყო? შედეგი იყო ის, რომ ყველა ნაწერს ხაზგასმით აღნიშნავდი თუ კი სადმე შეცდომას ვიპოვიდი და ბოლოს 5-6 ტიპურ შეცდომას ამოვარჩევდი და დაფაზე ჩემს მოსწავლეებთან ერთად ამ შეცდომებს ვიხილავდი. და ყველა ნაწერი რომ სათითაოდ არ მესწორებინა და ყველა შეცდომის ქვეშ წითელი პასტით ხაზი არ გამესვა. იმავე შედეგს ხო მაინც მივიღებდი. 9 საათი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ გადამეხედა ამ ნაწერებისთვის და მივხვდარიყავი რა იყო იმ დღის ტიპური შეცდომების ნაკრები. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან თავისუფლად შემეძლო ჩემი თავისთვის ამ შეცდომის დაშვების უფლება მიმეცა, რომ საშინაო დავალებებისთვის მხოლოდ გადამეხედა და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იგივე მექნებოდა. სანამ ჩემ ამბავს გავაგრძელებ, მანავ ვიტყვი, რომ შეცდომას აქვს ძალიან საინტერესო თვისება. ის გულისხმობს, რომ არსებობს რაღაც ნორმა, სტანდარტი, სწორი გზა და აი ამ ხაზიდან გადახვევა არის სწორედ შეცდომა. მაგრამ აქვე ჩდება კითხვა კი, მაგრამ ვინ აწესებს ამ ნორმას, ვინ აწესებს ამ სტანდარტს? კანონი თუ რაღაც პროფესიული თემი აწესებს, საზოგადოება, უმრავლესობა, ძალაუფლება? მე ვფიქრობ, რომ შეცდომა მაშინ არის ყველაზე მეტად ღირებული, როდესაც ის არღვევს შენსავე ნორმას, შენსავე სტანდარტს და ამიტომ შენ აღიარებ ამ შეცდომას და ცდილობ მის გამოსწორებას. იმიტომ რომ თუ სხვა აღიარებს შენს რაღაც ქცევას, რაღაც ნაბიჯ შეცდომად, ეს ნიშნავს, რომ შენი ნაბიჯი მის სტანდარტში და მის ნორმაში არ ჩაჯდა და თუ თქვენი ნორმა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ შეიძლება იფიქრო, რომ საერთოდ არ აქვს შენთვის მნიშვნელობა, ვიღაც სხვა მიიჩნევს თუ არა შენს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შეცდომად. როცა ვამბობ, რომ ჩემი თავისთვის შემეძლო ამ შეცდომის დაშვების უფლება მიმეცა, რომ რვეულები ყოველდღე არ მესწორებინა, მეთქი სწორედ იმას გულისხმობ, რომ შემეძლო ჩემი ნორმა მე თვითონვე გამეფართოებინა და მეთქვა, რომ აი მოდი გადავხედავ ახლა ნაწერებს, ტიპურ შეცდომებს ამოვკრებ. აი ეს არის ახლა ჩემი ნორმა. ნამდვილად შემეძლო ამის გაკეთება, უბრალოდ მაშინ თავში აზრითაც არ მომსვლია. მაგრამ იმის შემდეგ, რაც სკოლიდან წამოვედი და ჟურნალისტი გავხდი, ნორმის და შეცდომის ერთმანეთში შერევა ასეთი ადვილი ნამდვილად აღარ იყო და არ არის დღემდე. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არის საჯაროობა. როდესაც შენი საქმიანობის შედეგი არის ხელის გულზე, როცა სტატიებს წერ, როცა ტელევიზიით კომენტარებს აკეთებ, როდესაც რადიოთი ხალხს ესაუბრები, მაშინ შენ ნებაზე ამ ნორმას და შეცდომას უკვე ვეღარ განსაზღვრავ. მაგრამ მეორე მხრივ
რა თქმა უნდა, იცი რომ საზოგადოება ადგენს ნორმასაც და შეცდომასაც, მაგრამ ეს საზოგადოებაც ხომ ერთგვაროვნად მოაზროვნე ადამიანებისგან არ შედგება, ეს ერთი. და მეორეც ყოველთვის ფიქრობ, რომ მათ არ შეიძლება ბოლომდე იცოდნენ შენი მოტივები, მათ არ შეიძლება იცოდნენ სიტუაცია შენში და შენ ირგვლივ გარემოში, ხო? ამიტომ ირჩევ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისი აზრით შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, გულისყურით ადევნებ თვალყურს, რა არის მათთვის ნორმა, რა არის მათთვის შეცდომა. და იმ ნაწილის აზრით საზოგადოების, რომელსაც მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, შეცდომები, რომლებიც მე დამიშვია, როგორც საჯარო პირს, როგორც ჟურნალისტს, თავიდან ბოლომდე უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ბევრს ახსოვს, როგორ უკომპრომისოდ ვიყავი დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან 2007 წლის შემდეგ და ამიტომ ეხლა მათ თვალში ისე ჩანს, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ მეც მოვხვდი ამ გამარჯვებული ხალხის მატარებელში და იქიდან ჩამოსვლა ძალიან დამაგვიანდა. ახლა შეცდომაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა იმისთვის არ დამიწყია, რომ თავი ვიმართლო, ან ვინმეს გადარწმუნება ვცადო, მაგრამ ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს აფიქრებს მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა და შეუძლია, რომ პიროვნული განვითარების საფუძვლად აქციოს ყველაფერი, რაც მას მიაჩნია საკუთარ შეცდომად, ან მისთვის პატივსაცემ ადამიანებს მიაჩნიათ მის შეცდომად. რატომ იყო ქალბატონი რუსუდან გოცირძისთვის ტკბილი ის მომენტი, როცა საკუთარი შეცდომა ეძვირფასა? იმიტომ რომ ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებდიო და ნამდვილად ეს იყო ჩემი შეცდომა. მე ვიყავი ავტორიო და მივხვდი, რომ ესე იგი მე ვიგემე თავისუფლება. ნამდვილად შეცდომას აქვს ეს უმთავრესი თვისება, რომ მას უშვებს მხოლოდ თავისუფალი ადამიანი. თუ შენ არა გაქვს არჩევანის თავისუფლება, რა თქმა უნდა შეცდომას ვერ დაუშვებ. იყო დრო, როდესაც ჩემთვის პატივსაცემი საზოგადოების ნორმა და ჩემი ყველა საჯარო გამოხატვა ზუსტად ემთხოვდა ერთმანეთს და ეხლა გაოცებული ვარ, რამდენად თავდაჯერებული ვიყავი მაშინ ჩემი ამ ზომიერი და ფრთხილი ხასიათის მიუხედავად. ხო, ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, აბსოლუტურად ყმაწვილური თავდაჯერებით და მაქსიმალიზმით ვფიქრობდი, რომ დიახ, ყველაფერი სწორია, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ბოლო წლებში მომიხდა, ბევრად მეტი ყოყმანის და დაფიქრების მიზეზს მაძლევს. კითხვები მიჩნდება ჩემ თავთან, რა ვერ ავხსენი, რა არ ავხსენი, რაღაც იქნებ ჩემ თავსაც დაუმალე, მართლა შემეშალა თუ სწორად მოვიქეცი და რა იყო ჩემი ამა თუ იმ ნაბიჯის მოტივი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემა ერთმა ადამიანმა ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში მომწერა ბიძინა ივანიშვილის გზა შენ დაულოცეო. მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და როდესაც გავარკვიე, თურმე გულისხმობდა ჩემს ინტერვიუს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან ავიღე 2011 წელს. და აქ ისევ გამიჩნდა კითხვები, მაგრამ უკვე სხვა კითხვები იყო, რომ მაშ რა გამოდის უარი უნდა მეთქვა ინტერვიუზე, თუ ამ ინტერვიუსში არ დავსვი ყველა კითხვა, რაც მაშინ აქტუალური იყო, თუ ინტერვიუს ის ნაწილი არ იყო საჭირო, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა და მას თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევდა. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი და ეხლაც ასე ვფიქრობ, ამ ადამიანს იმდენად არავინ არ ვიცნობდით, რომ მისი მოსაზრებები ნებისმიერ თემაზე, პოლიტიკაზე, წარსულზე, მომავალზე, თავის თავზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცი რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ინტერვიუს ჩემ შეცდომად ნამდვილად არ თulis, მაგრამ სამაგეროდ ალბათ შეიძლება შეცდომად თulides GDS-ში ჩემს მუშაობას. ალბათ უმრავლესობა შეცდომად თulis იმას, რაც საქართველოს პირველ არხზე ხდებოდა, როცა მე იქ მუშაობდი პირველ ეტაპზე და შეცდომად თulis ჩემი მონაწილეობის ხარისხს იმ ამბებში. რა თქმა უნდა, ახლა არ ვაპირებ იმ ამბების დაწვრილებით მოყოლას, იმიტომ თუნდაც რომ მარტო მე არ მეხება. მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რაც ჩემს შეცდომად სხვებს მიაჩნიათ, ჩემს
თავზე ბევრად უფრო ღრმა და ბევრი ფიქრის მიზეზს მოაძლევს, ვიდრე მანამდე ვთვლიდი საჭიროდ. და აი ამ წინააღმდეგობებზე ფიქრი, საკუთარი თავის გარდა, შენ ირგვლივ სამყაროსაც სხვა თვალით გაჩვენებს, ადამიანებს, მოვლენებს, ბევრი სხვადასხვა კუთხით დაგანახებს. და თუნდაც ამის გამო ვერასდროს ვეღარ იქნები ისეთი თავდაჯერებული, როგორიც მანამდე იყავი, სანამ შენ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბად შეცდომები შემოვიდოდა. ბოლო წლების განმავლობაში ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი, რომ ნებისმიერი შეცდომის გაცნობიერება, ან იმის, რაც ფიქრობ, რომ დაუშვი, ან იმის, რაც სხვებს გონიათ, რომ დაუშვი, ხო, არის ახალი ღრმა ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. თუ კი სწორად გაიაზრებ ამ შეცდომებს, დაშვებულს თუ არ დაშვებულს. იმიტომ რომ როცა შენ მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და შენ ვერ ხსნი შენს ნაბიჯებს, მაშინ დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რა არის შენი ნორმა და რა არის შეცდომა შენი თვალით, რა არის სხვისი ნორმა და რა არის შენი შეცდომა იმ სხვისი თვალით, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში აი შეცდომები დაშვებული და არ დაშვებული ხდება შენთვის ნამდვილად ახალი ცოდნის მიზეზი და რეფლექსიის საგანი ხდება და უნდა გახდეს კიდეც. და აქ ბუნებრივად მახსენდება ფრანგი ფილოსოფოსი კლოდ ადრიან ჰელვეციუსი და მისი ციტატა: ის, ვინც ღრმად იკულებს საკუთარ სულს, იმდენ შეცდომას პოულობს, რომ უნებლიეთ თავმდაბალი ხდება. აი ამ აზრს უკრიტიკოდ ვიღებ და ვიზიარებ, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩემი გამოცდილების, ჩემი ბოლო წლების ცხოვრების ზუსტი ასახვა არის ამ ციტატაში და ზუსტად ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნია ის, რასაც ჰელვეციუსი ამბობს. დღეს ამით დაგემშვიდობებით მიხვდებით ალბათ, რომ ეს გადაცემა ადვილი მოსამზადებელი არ იყო ჩემთვის, ადვილი ჩასაწერი არ იყო, მაგრამ ეს არის გზა, დიახ, ვაპირებ, რომ ვილაპარაკო ყველაფერზე, რაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა და არც ამ გადაცემის მოწონება დაგავიწყდეთ, თუ მიგაჩნიათ, რომ დაიმსახურა. მინდა, რომ აქვე გადაცემის კომენტარების ველში მომწეროთ თქვენ მიერ დაშვებული ან არ დაშვებული შეცდომების შესახებ და თქვენი გამოცდილების შესახებ, რაც ამ შეცდომებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არის 1000 ხელმომწერის მოგროვება იმისთვის, რომ ცოცხალ რეჟიმში მქონდეს თქვენთან ურთიერთობა. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად